აქ საათობით წყდებოდა ყველაფერი. ძალიან დიდი მანქანა იყო და ქოქილი. ამის წინააღმდეგ რომ ეს ურთიერთობები გაფუჭებული. უბრალო რაღაცა აიღეთ. როდესაც ელჩინმა ბატონი ზვიადი დაპატიჟა იმაზე ჰიტლერზე გამარჯვების წლისთავი რო იზეიმეს. მთელი დედამიწა დაპატიჟა ნამიბიის პრეზიდენტის ოჯახით იყო დაპატიჟებული. და თამადად დანიშნა ბატონი ზვიადი. ხო და როდესაც როგორი თამადებდა ხო გაკ წარმოდგენილი და ბეიკერმა რომ მოусმინა გაოგდა კაცი და შემახვედროთ ერთ-ერთზე ამ კაცთან სასწრაფოდ და დახურულ კარს მიღმა 4 კაცი მიუჯდა მაგიდას ბეიკერი თანაშემწე თენგისიგუას ვერ გამსახურდია და ბეიკერი ეუბნება ბატონო პრეზიდენტო დაგვეხმარეთ საბჭოთა კავშირი რა სახითაც დღეს არსებობს დაიშალა და გადაძლევთ გარანტიას უახლოესი 50 წელიწადი გეხმარებით სამხედრო ძალით პოლიტიკურად და ფინანსურად. ხოდა ბატონი ზვიადი გაოცდა ხო ხდებოდა რასაც თავაზობდა ეს კაცი და ცოტა ხნის დაფიქრების მერე პასუხობს. ბატონო მდივანო საქართველოს იბრძვის სრული დამოუკიდებლობის მოსკოვთან ურთიერთობა გვინდა როგორც სახელმწიფოსთან და არა როგორც პროვინციას ცენტრთან. მაგრამ საქართველოს რო გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ არ გვაწყობს გაპარტახებული და დაქცეული რუსეთი. ჩვენ გვინდა ძლიერი და საიმედო მეზობელი. ამ საქმეში თქვენ არ გამოგადგებით. ზოგადად როგორ ღებულობდა გადაწყვეტილებას გამსახურდია? რა პროცესის შედეგად ღებულობდა თქვენ? რა პროცესის შედეგად? მათ შორის დევნილობაში, დევნილობაში ყურადღებით, ძალიან ყურადღებით ავდევნებდა სოფლიო პროცესებს, სოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თვალს ანალიზს უკეთებდა, ფიქრობდა, წერდა, რამოდენიმეჯერ გადახედავდა ამას ყველაფერს და გადაწყვეტილებას მერე იღებდა. ახლა გეტყვით, როგორც სამზარეულოდან გამოსულ ინფორმაციას, ევროკავშირის ანალიტიკური ცენტრი აქვს. და იმ სამზარეულოდან გამოსული ინფორმაციაა, იმიტომ რომ რამოდენიმე პიროვნებას იქ ჩვენ ვიცნობთ. იქიდან გამოსულია ინფორმაცია ესეთი. მე-20 საუკუნის ანალიტიკურმა ცენტრმა ზედაპირულად ანალიზი გაუკეთა. ზვიად გამსახურდიას მე-20 საუკუნის ყველაზე სხარტი პოლიტიკოსის სტატუსი მიადიკა. ეს შიდა სამზარეულოდან არის გამოსული. თქვენი აზრით რა შეცდომა დაუშვა ორივეს გეკითხებით იდეაში გამსახურდიამ რომ მალე დაკარგა ხელისუფლება? გამსახურდია შეცდომა არ დაუშვია, იმიტომ დაარკარგვინეს მალე ხელისუფლება. ისინი მიხვდნენ რომ პოლიტიკას ამ კაცს ვერ მოუგებდა ვერავინ. მაგრამ მაუზერი აგერ არისო. მაიაკოვსკის ისტორიას გაგახსენებთ. რევოლუციის აგიტაცია პროპაგანდაზე დადიან და ტარდება მიტინგები რევოლუციას ბედნიერება აქვს, ქარხნები მუშერს, მიწა გლეხებს, მაგრამ მამაზაღლეს პური ვისო არ უთქვია. ხო და ხო, მაინც შეცდომა არ არის, რომ თქვა პრეზიდენტი ხარ 95%-ით არჩეული და ხელისუფლებას კარგავ. რაღაც შეცდომაა, თუნდაც ის რომ ძალით მოგიგებენ. ძალით მოგიგებენ? ზვიად გამსახურდია მიცოდა სოფლიოს რა გადაწყვეტილება ხონდა მიღებული და უდიდესი მსხვერპლი იქნებოდა და ამბობდა რომ ისტორიის წინაშე ჩვენ ვერასდროს ვერ გამმართლებითო. თუ ჩვენი ხელიდან ერთი ქართველი მაინც დაიღუპება.